ესეთი კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის მინდა ყველას მოგილოცოთ, რომ საშერგელოება და ნარმანებად საქართველოს დაყოფა გადარჩა და ეხლა ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა წინ წავიდეთ და პირველი დორის თვითმმართველობა, როგორც არის ადგილობრივი ხელისუფლება მიიღოს სრულყოფილი. მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვა. აქ ბატონმა თენგიზმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ის სიტუაციები, რომელიც ეხება მომსახურეობის ორგანიზებას თვითმმართველობებში და მინდა ვთქვა, რომ ბატონ თვითმმართველის სტატუსს შეიძენს ამ რეფორმის შედეგად ისეთი დიდი ქალაქები, რომელიც ჩადებული იყო აი ამ პროექტში 15 არაკლია დადგინდა ესეც რომ აუმჩეველთა რაოდენობით დადგინდა რომ არის 15-იანში გადის და მე რამეს ვიტყოდი აი ბატონმა თენგიზმა ხაზი გაუსვა რომ ნაგვის გატანის პრობლემა თუ ჭიათურას ექნება საშუალება საქალაქო ცხოვრებით იცხოვროს მაშინ ეს პრობლემა უფრო ადვილად გადაწყდებოდა ვიდრე სოფლის მუნიციპალიტეტთან ერთად ამიტომ თუ არის შესაძლებლობა რო არ გადავდოთ ეს საკითხი აი ეს ქალაქები 15,000-იანი რომელსაც ჩვენ ვამბობთ მოხდეს აი ამ რეფორმის ეტაპზე ეხლავე და არ დაველოდოთ მთავრობის გადაწყვეტილებებს შემოტანას თუ როგორ მოხდება და როგორ საკითხები, საძოვრებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ტყის განაპირა ზოლი, სადაც გლეხები შედიან და დღეს იცით პრობლემა არის, რომ ვერ ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ რამენაირად ეს საკითხი კი არ გადავწიოთ მთავრობისათვის, რომ მოიტანოს, იმიტომ რომ არის ესეთი პრაქტიკა 2005 წელს 6 წელს, როდესაც თვითმმართველობის კანონი იქნა მიღებული, მაშინ ანალოგიურად დაევალა ქონების მართვას ეკონომიკის სამინისტროს დღემდეც ვერ მოხერხდა. ამიტომ ხო არ იქნებოდა ვთქვათ, რომ უფრო რაღაც ქმედითი მექანიზმი მოგვეფიქრებინა. ტყიდან შეშის გამოტანის პრობლემა გადაწყვეტილი იყო. მესამე საკითხი, მე მაინც ვიტყვი ამ იმას ითქვეს ჩვენი კოლეგების მიერ, ეს არის ფრაქციის საკითხი. არის მნიშვნელოვანი საკითხი ის რომ სასოფლო საბჭოებში ვთქვათ საბჭოების ნაცვლად არჩეულ იქნას მამასახლისი არწმუნებული რათა მეტი კოორდინაცია მეტი საკითხის მიტანა მოხდეს ადგილობრივ თვითმმართველობამდე ის პრობლემების გადასაწყვეტად რისთვისაც აი ეს რეფორმა არის ჩადებული. დიდი მადლობა. ბატონო ანეკლე ძალიან მოკლედ გავცემ პასუხს, იმიტომ რომ დაგროვდა რამდენიმე კითხვა. პირველი ბოლოდან რომ დავიწყოთ, ის რომ სოფლის მოწყობის საკითხების გადადება ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს დიახ, თავიდან ალბათ კომიტეტი ამას შემოიტანს, ასეც ვარ შეთანხმებული ბატონი კახა გავიდა და მინდა ვთქვა, რომ დღეს რწო ამ კანონით გამგებელს ისევ რჩება უფლება თავისი რწმუნებულები დანიშნოს. საბჭო ავირჩიოთ და საბჭოდან აირჩიოს, მეორე იძახის რომ პირდაპირ რწმუნებული ავირჩიოთ, მესამე იძახის რომ საზოგადოებრივი საბჭოები შევქმნათ. ერთიანად არის თანხმება მით უფრო მალე მოხერხდება ამ კანონის მიღება. ეს პრობლემა არ არის. უბრალოდ ჯობია რომ შეჯერდეს პოზიციები, იმიტომ რომ სამ სხვადასხვა მოდელზე არის საუბარი. პირდაპირ არჩეული რწმუნებული რა თქმა უნდა შეიძლება ოღონდ აქ არის ერთი პრობლემა რაც ეხება რომ ის არის თუ არა საჯარო მოხელე. ამ შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის. მაშინ ვაკეთებთ თუ არა მივდივართ ტერიტორიული ორგანოს გაკეთებაზე, თვითონ იმაში თუ ტერიტორიულ ორგანოს ვაკეთებთ, მაშინ საბჭო უნდა იყოს და არა მხოლოდ ბევრი საკითხია. საზოგადოებრივი საბჭო იყო მეტნაკლებად ნათელი რა იქნებოდა, თუ სხვა მოდელზე მივდივართ, ამაზე შეჯერება არის საჭირო. ეხლა რაც შეეხება მიწის საკითხს, რომელიც თქვენ დასვთ, ერთი რამე გაითვალისწინეთ ხალხო, რომ ეს დოკუმენტი არის საკმაოდ გრძელვადიანი კონსულტაციების შედეგად მიღებული მთავრობის შიგნითაც მათ შორის. ანუ ამ ეტაპზე დავიწყოთ.
რაც შეეხება თემას, მე მართლა მესმის, რომ 2005 წელსაც 98 წელს არის იმაში, რაც ოფიციალურად დაგვიდეს და რასაც მე ვეთანხმები, რომ იმდენად რეგისტრაციის პრობლემები არის მოუგვარებელი, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ. აი ეს არის. მამუკა აბულაძე. უკვე მე მოგესალმებით. მოგეხსენებათ, საზოგადოება ჭრელია. ზოგს ნიშები აქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, ზოგს პირიქით მეტი მოლოდინები აქვს ამ კანონპროექტისგან, მეტიც მოთხოვნა აქვს. შესაბამისად, მე გაგაცნობთ სამოქალაქო საზოგადოების იმ მიმართვას საპარლამენტო უმრავლესობისადმი, რომლებიც აქტიურად ვიყავით ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში. პოლიტიკურ ძალაში შეთანხმების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი აზრით, შეთავაზებული მოდელი სრულად არასახელმწიფო პირველ მარტს დეკლარირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მაინც დაუჭირეთ მხარი მას, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პირველი, პრინციპული და შეუქცევადი ნაბიჯი ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე. სამწუხაროდ, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მმართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რამაც ეფემერული საფრთხეების ბრალდებით კანონპროექტის ძირითადი სიახლეების გაუქმება გამოიწვია. ამ ბრალდებში კონსენსუსის შედეგად შეიზღუდა თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების შესაძლებლობები, გაურკვეველია გამგებლების და მერების პირდაპირი არჩევის საკითხი, თბილისის მოსახლეობა ვერ შეძლო აღარ დაინერგება საზოგადოებრივი საბჭოები, საზოგადოების მონაწილეობის და კონტროლის მექანიზმები ქალაქად და სოფლად. მიგვაჩნია, რომ ეს კონსენსუსი არათუ ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, არამედ გაამყარებს უკვე არსებულ ცენტრალიზებულ სისტემას. ამასთან ის წარმოადგენს წინასაარჩევნო დაპირებებისა და დეკლარირებული რეფორმის სტრატეგიის უგულებელყოფას. საქართველოს პარლამენტის ამგვარი ქმედება აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავად ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ არსებული სისტემის შენარჩუნებას. წუხوارთ, რომ ახალი მმართველი პოლიტიკური ძალა ძველი შეცდომებზე არ სწავლობს. არსებული სიტუაცია ძლიერ გავს 2005 წელს განვითარებულ პროცესებს, როცა ხელისუფლებამ ვერ ან არ გამოიყენა ძირეული რეფორმირების შანსი და შედეგად ჯერ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ კი ხელისუფლების დათმობა მოუხდა. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტის წევრები აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობის თქვენი ამორჩევლების წინაშე და არ გაუშვებთ დამკვიდრების შანსს. დღეს, როდესაც გაფორმდა მემორანდუმი პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორში მოაწერა ხელი ამ მიმართვას და ხელმოწერები გრძელდება. გმადლობთ. დიდი მადლობა ბატონო მამუკა, მაგრამ პოზიციასთან შეთანხმებით გაურიგდა თუ რაღაც სიტყვა არ გიხმარიათ, მაგრამ რაღაც შეთანხმებით მე ძალიან წუხوار თუ გაქვთ ეგეთი ინფორმაცია, რომ ვინმეს გაურიგდა, პირდაპირ გითხარით. ბატონო, ჩვენ არ გვითხოვს გარ, ჩვენ არ მოგწონს ეს შეთანხმება, რომლის შედეგადაც რომელი შეთანხმება და ვისთან იმას გეკითხებით. ჩვენ არავისთან და პირადად მე არავის და უმრავლესობის სახელით შემიძლია გითხრა, თუ არავისთან არ შევთანხმებულ ვართ არანაირ ოპოზიციურ იმასთან. ნუ შეიყვანთ შეცდომაში, რომ ვინმეს გაურიგდა ამ კანონის გაკეთებაში. ეს განცხადებები გააკეთეს ხელისუფლების
ბევრჯერ იქნა ნახსენები სიტყვა კონსენსუსი. არასაპარლამენტო არ გითხრია თქვენ, აბა როგორ წერია საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსენსუსი. აბა ნახოთ ეგრე არის, ეთყობა შემეშალა, თუ შემეშალა მე მეგონა რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. თქვენ ხომ შეთანხმდით აი მათ მოთხოვნების გაიზიარეთ და ამოიღეთ ეს კანონპროექტი. აი ამაზეა ლაპარაკი. ერთი არაფერი არ ამოიღია, წყვილი ეს რა. ვინ ამოიღო მეშტეკარი? მეშტეკარი ისევ ძალაშია. მეშტეკარი ადგილზე არაფერი არ ამოიღია და ვის შეუთავდა რა შეუთავდა. იქიდან დარჩა მგონი 3 აბზაცი მე-7 კარი. გადაარქვით და ცხრიანი დაარქვით მაშინ ალბათ რა. კარგით, იმიტომ რომ იქ კარიდან თქვენ აღარაფერი დატო. ის მოსაზრება. ხო და არა, გავიგეთ, ჯერტი გავეთანით მანამდე გამოქვეყნებულსაც. ეხლა პირველ ერთი მინდა ვთქვა რა, ნუ აქცევთ ეხლა ცალკეული ადამიანის მოსაზრებას აქ მსჯელობის საგნად რა. გავიგეთ რა თქმა, მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები, დასაწყისშიც ვთქვი რა არის ეს და როგორ მიდის ეს პროცესი, არც ამ ანალიზს ვეთანხმები, არც ლოგიკურად მიმაჩნია, არც რაციონალურად, მაგრამ ნუ აქცევთ ამას ახლა გარჩევის საგნად, თქვა, მორჩა. არ ვაქცევ არა. შეიძლება ყველას ვინა მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ საკომიტეტო განხილვაში ღებულობთ მონაწილეობას. ფიქრობ, რომ პოზიციის მონაწილეობა და მიღება განხილვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ჩვენი კოლეგები, ოპოზიციონერები რების გათვალისწინება, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მათთანაც კონსენსუსს მივაღწიეთ და ასეთი ტიპის შეთანხმება იყო. შეიძლება რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან თulis რომ ორგანიზაცია რომ მათთან არ მოხდა შეთანხმება და მათი აზრები გადადგეთყვით ჩემ მოსაზრებას, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კანონპროექტი არის ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი. შეთანხმება მოხდა არა მარტო პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ 40-ზე მეტ რაიონში გატანილი იყო ეს პროექტი სხვადასხვა თავისი, ესე იგი, მის დონეზე, როდესაც იყო დამუშავების პროცესში და იქაც მოხდა რაიონულ დონეზე, საკრებულოებში მოხდა რაღაცაზე შეთანხმება, რაღაცაზე ვერ შეთანხმება და მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი რეფორმის წინაშე ვდგავართ ყველანი და მე მინდა ამითი გამოვთქვა კმაყოფილება და უბრალოდ გითხრათ ყველას კოლეგებო, რა მნიშვნელობა აქვს დღეს პარლამენტში ხარ თუ არა, ხვალ იქნებით, კაცო და ზეგ იქნებით, არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, რომ ვიღოთ აქტიური მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების ჩამოყალიბების დროს. მადლობთ. მადლობთ. მე შეკითხვები არ მაქვს. მეც ასე ვიზიარებ აქ დამსწრე ადამიანების გამოსვლების პათოსი მის თაობაზე, რომ კარგი ასეთი ფორმა ურთიერთობის, რაც შეიძლება ფართო სპექტრთან ურთიერთობისა და ასე საკითხების ერთობლივი პოზიცია ქართულ ტრადიციონალისტთა კავშირის და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის. ჩვენ გვაქვს თუ შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე დრო არ დაიკარგება. ჩვენ ძირითადად ვიზიარებთ ამ კონცეფციას, კონცეპტუალურ დონეზე სწორედ ვიზიარებთ ამას. ვერ ვხედავთ იმ ტიპის საფრთხეებს, როდესაც არის ლაპარაკი და არასოდეს არ ხდება თან ეს საფრთხეები, ამიტომ რჩება ეს ხარში გამოკიდულად. მე მგონია, რომ რაღაცა შეიძლება აი პირველ დონის შესახებ, ხო? თვითმმართველობის შესახებ ასე თუ ისე ყველაზე მეტი თანხმედრა აზრების და აი ამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეიძლება. ხო? აი ის რომ დაიხვეწოს, აი სოფელში ირჩება საბჭო თუ პირდაპირ ირჩება, პრაქტიკულად ეს რჩება. აი ხო მე რომ რასაც უსმენო, შეიძლება სხვა საკითხებიც. პირველი დონე რომ გადაწყდეს, დანარჩენი რაც არის იქ, ხო, ესეთი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ვერ ვხედავ ვიმეორებ
ნაში 25 წლის მანძილზე გვიდავია ზოგის აზრი დაემთხვა ერთმანეთს, ზოგის ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არის უსერიოზულესი არ მინდა ვიხმარო ეს ტერმინი, რომ საბჭოთა მემკვიდრეობა. ეს შეეძლო უზრუნველიყო მარტო საბჭოთა კავშირის მისი ამოცანებიდან გამომდინარე. მას ჰქონდა იმ ტიპის ამოცანები, რომ ამ ტიპის მმართველობა ყოფილიყო. თუ ბუნებრივობაზე და ხელოვნურობაზე ალაპარაკი, ბუნებრივი სწორედ ის ისტორიული მხარეებია, როგორც ევროპაშიც ეს ასე არის. ეს ემთხვევა დაყოფა ძირითადად ისტორიულად ჩამოყალიბებული ოლქების ფარგლებს. ასე არის იქ. და არანაირი საფრთხეებს ქვეყნები ამ თვალსაზრისით ვერ გრძნობენ, სადაც საფრთხეები მოსაოდნელია, იქ რაიონი იქნება, მხარე, რესპუბლიკა თუ იმპერია, ის საფრთხეა. და თუ მანდ-ამაინც რეგიონალურ ენებზეა ლაპარაკი, რაჯობია ქვეყნისთვის, რომ ორმა რაიონმა თუ სამმა მოითხოვოს რეგიონები, თუ გაზავებული იყოს შედარებით უფრო მსხვილ ერთეულში, ტერიტორიულში და იქ ნაკლებად ადგეს ეს საკითხი და ყველაფერს აჯობებს, რომ მართლა ვიზრუნოთ აქ ითქვა ხო რამდენჯერმე იმაზე, რომ აგერ ბატონმა ტარიელმა ბრძანა, რომ სახელმწიფო ოფიციალური ენა ისეთ დონეზე, რომ ამ ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს ეს პრობლემა არ ქონდეს და ეს ბუნებრივად ის თვითონ ამჯობინებს, რომ კავშირებით არის ყველაზე ნაკლები შენიშვნა, ალბათ სასურველია იქ მაქსიმალურად მე პირადად მომხრება, რომ საბჭო ირჩეოდეს და იმან. ახლა ეს არ არის ის საკითხი, რომლის გამო შეიძლება მივიდეთ რაღაც ძალიან სერიოზულ პრობლემებთან. და აი ესე მეგობრული აქ ითქვა რამდენჯერმე. ხო, ახლა არის ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, რომელთანაც ურთიერთობა ნებისმიერი ფორმის არ ითვლება კონფორმიზმად, თქვა და პირიქით ხო რაღაც კონსტრუქციულ ხასიათს უნდა ატარებდეს, თორე ხო კამათი და ოპონირება უნდა იყოს. ამიტომ სასურველი იყო, რომ აი სწორი შენიშვნა გააკეთა რუსთავის წარმოდ კახამ, ხო თუ არა ვცდები, რომ ახლა ირაკლიმ აი ესევე რომ დაიწეროს ხოლმე ბევრი საკითხი, აქ არ იქნებოდა სადავ, ხო? ანუ მწყობრი თენგის აი ისეთი მარტივი და ცხადი სახე უნდა მიეცეს ამას როგორმე რა. აი გამომდინარეობა, თქვა ლოგიკური თანმიმდევრობა. ამას ავნოს მას და ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ძალიან კარგია რომ დაობდა კამათობთ. ბატონი დავით ზარდიაშვილი და მე საერთოდ ერთი პარტიიდან და ამაზე დაგვიხოცია ხოლმე ერთმანეთი და არც ვერც ეხლაც ვერ შევთანხმდებით კარგ ახალს, მაგრამ ახლა ეს ამას არ ნიშნავს. მე დავწერ ამ ქვეყნის განახლება, მისი მოდერნიზება, მისი აი ხელახალი დაბადება შესაძლებელია სწორად გათვლილი აი მისი ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობით. და არამც თუ საფრთხეს ვერ ხელ პირიქით მე მგონია რომ რეალური და სწორად ჩამოყალიბებული თვითმმართველობის ტერიტორიული ადმინისტრაციული მოდელია და უსათუოდ გვექნება სხვა შორის გაგვიმწვავდება პირიქით ეს არის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული არსებულის მეშვეობით გადავარჩენთ ქვეყანას, გადავირჩენთ. პრობლემები იქნება და რომელ ქვეყანას არ აქვს, ჩვენსაც მით უმეტეს. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ ეს სწორია კონცეპტუალურად, დასახვეწია რა თქმა უნდა და მისაწოდებელია უფრო ცხადად და მარტივად და სასურველია, რომ ასე გრძელდებოდეს ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურ თანხმობას ვერ მივახცევთ, მაგრამ რაღაცა ეროვნული კონსენსუსის ტიპის გადაწყვეტილებებამდე მივალ და ეს საკითხები სხვანაირად აბა ვერ გადაწყდება. მადლობთ. ვაგრძელებთ და მაგრამ უსასრულოდ ნუ გავაგრძელებთ, რახან 4-ის ნახევარი ვთქვით, ადამიანებმა ისე დაგე უკვე ითქვა, მაგრამ არის ძალიან ბევრი რამ, რაც დამატებით სიცხადეს საჭიროებს. უწინარეს ყოვლისა
მოსვლისთვის. დიდი მადლობა, რომ გვაქვს საშუალება მივიღოთ მონაწილეობა განხილვაში. მე მაქვს რამდენიმე საკითხი. საკითხი პირველი ერთი, ანუ პირველი და ყველაზე უმთავრესი არის მაინც რეგიონალური გაერთიანების საკითხი. იმ თავითვე ცხადია, რომ თავდაპირველი იდეა იყო სწორედ რეგიონალიზმისკენ სვლა. ამას მოწმობდა ამ კავშირში ჩამოთვლილი ყველა პარამეტრი და ნორმა, თუმცა ეს მიდგომა გადაიხედა. ამ გადახედილ ვარიანტში ჩემთვის აბსოლუტურად რაღაც ინფორმაცია, რაც არგუმენტებს არ აწყობს, ხდება მისი სპეციალური ეს საკონსულტაციო საბჭო მსჯელობს, ამ საკონსულტაციო საბჭოს სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან და არაერთხელ დასწრებიან და ეს ყველაფერი დარეგულირებული არის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ. ამის დატოვება თვითმმართველობის კოდექსში სხვა არაფერია, თუ არა პლაცდარმის დატოვება მომავალი რეგიონალიზმისთვის. სხვა დანიშნულება ამას თვითმმართველობის კოდექსში არ გააჩნია. ის რაც ითქვა, რომ თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ თანხმდებით, რომ საქართველოში რეგიონალიზაცია უნდა მოხდეს, ეს თვითმმართველობის კოდექსის საგანი არ არის, ეს სულ სხვა იურიდიული ნორმების და კანონმდებლობის ირაკლიმ რაც ისაუბრა, ყველაფერი მოწმობს, რომ ეს არის გუბერნატორის საკონსულტაციო ორგანო. თუ ეს გუბერნატორის საკონსულტაციო ორგანო უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებობს ჯენდერული თანასწორობის საბჭო, სადაც თვითმმართველობები არიან წარმოდგენილი. მაშინ ისიც აქ უნდა შემოვიტანოთ კოდექსში. ანუ გარკვეულწილად მე ვფიქრობ, ზედმეტად გართულება საქმის არ ღირს, შეიძლება ეს აქედან წავიდეს და დარეგულირდეს იქ, სადაც თავისი არსით განეკუთვნება რეგულირების სფეროს. არის რამდენიმე საკითხი და აქ რადგანაც დრო შეზღუდულია მეკითხვების და ჩემში გადაშიგ ჩემ მოსაზრებასაც გაგიზიარებთ. პირველი, როდესაც განვიხილავთ თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, მე მაქვს კონკრეტული კითხვა. ის უფლებამოსილებები, რაც წინა ვარიანტით, ანუ ინიცირებული ვარიანტით განეკუთვნებოდა რეგიონალური საბჭოს უფლებამოსილებებს, საით წავალ ცენტრალურ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, იქ იყო რეგიონალური მეორე კითხვა. ესევე რომ მარტივი და ცხადი სახე უნდა მიეცეს ამას როგორმე რა. აი გამომდინარეობა, თქვა ლოგიკური თანმიმდევრობა. ამას მნიშვნელობა აქვს რა. ძალიან კარგი იდეა. შეიძლება გააფუჭოს აი მიწოდებამ, ან ფორმამ, ავნოს მას და ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ძალიან კარგია რომ დავაბდა კამათობთ. ბატონი დავით ზარდიაშვილი და მე საერთოდ ერთი პარტიიდან და ამაზე დაგვიხოცებთ ერთმანეთი და არც ეხლაც ვერ შევთანხმდებით, კარგ ახალს, მაგრამ ახლა ეს ამას არ ნიშნავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის განახლება, მისი მოდერნიზება, მისი აი ხელახალი დაბადება შესაძლებელია სწორად გათვლილი აი მისი პირიქით მე მგონია, რომ რეალური და სწორად ჩამოყალიბებული თვითმმართველობის ტერიტორიული ადმინისტრაციული მოწყობის სახით ჩვენ ქვეყანას შეუძლია ერთხელ და სამუდამოდ აიცილოს აი ეს საფრთხეები, რაც მოსალოდნელია და უსათუოდ გვექნება. სხვა შორის გაგვიმწვავდება პირიქით. ეს არის საშინაო და საგარეო უსაფრთხოების ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი. ეს არის ცხადია პირიქით. ნუ დაუხუჭავთ რაღაცას თვალს, ნუ ჩავთვლით, რომ ეს არსებულის მეშვეობით გადავარჩენთ ქვეყანას, გადავირჩენთ. პრობლემები იქნება და რომელ ქვეყანას არ აქვს, ჩვენსაც მით უმეტეს. ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ ეს სწორია კონცეპტუალურად, დასახვეწია რა თქმა უნდა და მისაწოდებელია უფრო ცხადად და მარტივად და სასურველია, რომ ასე გრძელდებოდეს ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ
მივალ და ეს საკითხები სხვანაირად აბა ვერ გადაწყდება. მადლობთ. მადლობთ ბატონო აკაკი. მე მინდა ადამიანებმა ისე დაგეგმეს თავიანთი დღის განრიგი, ამიტომ ცოტა უფრო მოკლე და ლაკონურად დავით მელოა. შევეცდები ბატონო ირაკლი მაქსიმალურად ლაკონური ვიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ უკვე ითქვა, მაგრამ არის ძალიან ბევრი რამ, რაც დამატებით ცხადეს. უწინარეს ყოვლისა დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა რომ გვაქვს საშუალება მივიღოთ მონაწილეობა განხილვაში. მე მაქვს რამდენიმე საკითხი. საკითხი პირველი ერთი, ანუ პირველი და ყველაზე უმთავრესი არის მაინც რეგიონალური გაერთიანების საკითხი. იმ თავითვე ცხადია, რომ თავდაპირველი იდეა იყო სწორედ რეგიონალიზმისკენ სვლა. ამას მოწმობდა ამ კავშირში ჩამოთვლილი ყველა პარამეტრი და ნორმა. საკონსულტაციო საბჭო და ჩვენ მგონია რომ გვაქვს რაღაც რეჟიმი, რომ ერთის მხრივ რაღაც ინფორმაცია, რაც საბჭო გუბერნატორს დღესაც ყავს საქართველოს ყველა რეგიონში. ეს საკონსულტაციო საბჭო არის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ. ამის კოდექსში სხვა არაფერია, თუ არა პლაცდარმის დატოვება მომავალი რეგიონალიზმისთვის. სხვა დანიშნულება ამას თვითმმართველობის კოდექსში არ გააჩნია. ის რაც ითქვა, რომ თუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ თანხმდებით, რომ საქართველოში რეგიონალიზაცია უნდა მოხდეს, ეს თვითმმართველობის კოდექსის საგანი არ არის, ეს სულ სხვა იურიდიული ნორმების და კანონმდებლობის საგანი. ამიტომ მე პირადად ვერ ხედავ აზრს, მეშვიდე თავი რატო უნდა იყოს აქ და რატო თუ აბსოლუტურად ბატონ ირაკლიმ რაც ისაუბრა, ყველაფერი მოწმობს, რომ ეს არის დარეგულირდეს გუბერნატორთან. ეხლა თუ ჩვენ ყველაფერი შემოვიტანეთ კოდექსში, სადაც თვითმმართველობა ისიც აქ უნდა შემოვიტანოთ კოდექსში.